მოგესალმებით. ეს ტელეკომპანია პულსია, მე ეკა სანიკიძე გახლავართ და ეთერშია გადაცემა მე დიდია. დღევანდელი ჩვენი საუბარი ბევრი მაყურებლისთვის იქნება საინტერესო, როგორც ჩვენი პროფესიის წარმომადგენლებისთვის, ისე ზოგადი მოსახლეობისათვის, ვინაიდან ჩვენ ძალიან საინტერესო, ათასგვარი მითებით და სინამდვილით გაჯერებულ თემაზე, ჰორმონებზე, ვიტამინებზე, ენდოკრინოლოგიაზე, ნუტრიციაზე ვისაუბრებთ. და სწორედ ამ მიზნით სტუმრად მოვიწვიეთ შესანიშნავი ქალბატონი, ჩემი ძალიან საყვარელი კოლეგა ქალბატონი რუსუდა კვანჩახაძე, რომელიც გახლავთ მედიცინის დოქტორი, პროფესორი, ექიმი, ენდოკრინოლოგი, ნუტრიციოლოგი. საღამო მშვიდობისა. საღამო მშვიდობისა ქალბატონო ეკა, ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნოა თქვენ სტუდიაში მობრძანება, იმიტომ რომ ჩვენ დიდი ხნის ურთიერთობა და მეგობრობა გვაკავშირებს, ძალიან საჭიროებო თემებზე ვმუშაობდით ადრე. და რასაკვირველია, დღეს ვისაუბრებთ ისეთ მნიშვნელოვან სისტემაზე, რომელსაც ენდოკრინული სისტემა ეწოდება, თუ რა გავლენას ახდენენ ჰორმონები ჩვენ ორგანიზმზე, როგორ უნდა ვმართოთ ეს მართლაც საინტერესო და ძალიან აქტუალური დაავადებები და ასე შემდეგ. იმედი მაქვს, რომ საინტერესო საუბარი გამოგვივა და რადგან ჩვენ მედიდეაში ვართ, მოდით ჩვენი მუსაიფი დავიწყოთ ძალიან მნიშვნელოვანი სიახლით. გაჩნდა იდეა, რომ აღინიშნოს მსოფლიო დღე ჰორმონების, საიდან წამოვიდა ეს იდეა, რას ემსახურება და საქართველოს რამდენად მზად არის გამოეხმაუროს ამ იდეის განხორციელებას. რასაკვირველია, ეს იდეა სულ ახალია, პრაქტიკულად 2025 წელს პირველად აღინიშნება 24 აპრილს, რომელსაც დაერქვა ესეთი ჰორმონების საერთაშორისო დღე. ჩვენ ვიცით, ბევრი საერთაშორისო დღეები ენდოკრინოლოგიაში, თუნდაც მაგალითად დიაბეტის საერთაშორისო დღე, რომელიც 14 ნოემბერს არის, 25 მაისი, რომელიც ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს ეძღვნება, ოსტეოპოროზის საერთაშორისო დღე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ რასაკვირველია, ზოგადად ენდოკრინოლოგია ხო მარტო შაქრიანი დიაბეტი და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები არ არის, ეს მოიცავს ძალიან დიდ სპექტრს დაავადებების, ორგანოების, სისტემების, ამიტომ რასაკვირველია, დღეს ჩვენ ვიცით, რომ ბევრი თუნდაც პათოლოგიური მდგომარეობა, არტერიული ჰიპერტენზია იქნება, კუჭნაწლავის სისტემის მხრიდან მოვლენები, სხვადასხვა პათოლოგიები, მენტალური დარღვევები, სწორედ ენდოკრინულ პათოლოგიებთან არის დაკავშირებული და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ამ თვალსაზრისით და ალბათ იდეაც აქედან წამოვიდა, რომ მეტი ინფორმაცია ენდოკრინული სისტემის და ჰორმონების შესახებ. გეთანხმებით, იმიტომ რომ აი წეგანაც ვახსენე შესავალ სიტყვაში ჰორმონ სიტყვას რო ახსენებ, უკვე გარკვეული ასოციაცია ჩნდება მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილში. ძირითადად ეს უკავშირდება სიფრთხილეს, შიშს, ზოგჯერ გარკვეულ ნეგატიურ დამოკიდებულებას, რაც თავის მხრივ ალბათ გამოიწვია იმან, რომ ჰორმონების შესახებ ინფორმაცია ზოგადად ნაკლები, არა მარტო სხვათა შორის ზოგად მოსახლეობაში, არამედ გარკვეული მიმართულების ექიმებშიც. ზოგან მოხდა არასწორად მათი დანიშვნა და გამოყენება, ზოგან პირიქით, როცა საჭირო იყო, მაშინ არ მოხდა მათი გამოყენება და აი ამან ალბათ გამოიწვია გვერდით მომავლენებმა თუ გართულებებმა, რომელიც არასწორმა და არასაჭირო დანიშნულებებმა თავის დროზე გვაჩვენა, ალბათ გამოიწვია ეს დამოკიდებულება. მოდით რახან ასეთი, ასე ვთქვათ, ისტორია გვაქვს და ასეთი გამოცდილება გვაქვს, ორი სიტყვით მაინც ავუხსნათ მაყურებელს, რას წარმოადგენს ჰორმონები ჩვენ ორგანიზმში, რა ძირითად ფუნქციას ასრულებს და რატომ არ უნდა გვეშინოდეს ჰორმონების შესახებ არც საუბრის და საჭიროებისას არც მათი მიღების. მოდი დავიწყოთ თავიდან, რომ რას წარმოადგენს ენდოკრინული სისტემა. ხო, მე ხშირად, როდესაც აი სხვადასხვა განმარტებები არსებობს, ხო, ენდოკრინული სისტემის, მათ შორის საოცრებათა სამყაროს ვეძახით ენდოკრინულ სისტემას. მე მაინც აი ხშირად აღვიქვავ ენდოკრინულ სისტემას, როგორც რაღაცა სიმფონიურ ორკესტრს, სადაც ყველა ინსტრუმენტს აქვს თავისი მელოდია, თავისი პარტია, ხო, და როდესაც ერთ-ერთის რომელიმე ინსტრუმენტის რაღაც გარკვეული ფუნქცია ირღვევა, როგორც რომელიმე ენდოკრინული ჯირკვლის, ირღვევა მთელი ეს ჰორმონალური სისტემა და არა მარტო ჰორმონალური სისტემა და არა მარტო ენდოკრინული ორგანოების მუშაობა, არამედ ჩვენ ორგანიზმში ძალიან ბევრი სისტემის მუშაობა. ჰორმონები გამოიყოფა, ყველამ კარგად იცის მოსახლეობამ, ალბათ ეს მშვენივრად იცის, იმიტომ რომ ბევრი გადაცემა იყო
იყო თქვენ სტუდიაშიც ამის შესახებ, რომ ენდოკრინული ჯირკვლების მიერ, მაგრამ როდესაც ჩვენ სტუდენტები ვიყავით, მაშინ ესე ვიცოდით, ხო, რომ სპეციალურად ჰორმონებს გამოყოფს ენდოკრინული ჯირკვლები. დღეს ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ბევრი არაენდოკრინული ჯირკვალით გამოყოფს ჰორმონს და მათი მოქმედებაც ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, გული, ისიც ჰორმონალურ ჯირკვალს წარმოადგენს თურმე, კუჭი, ხომ? პლაცენტა, ფილტვები ძალიან ხშირად სწორედ გვერევა ჩვენ იგივე დაავადებები, რაც დაუშვათ დამახასიათებელია თირკვალზე და ჯირკვლის სიმსივნეებისათვის, შეიძლება ფილტვიდან იყოს წამოსული, ფილტვის სიმსივნიდან იყოს წამოსული, სწორედ ჰორმონმა პროდუცირებული იყოს საერთოდ. და ჰორმონალური ბალანსი ირღვევა ამ შემთხვევაში სხვადასხვა ორგანოების მხრიდან გამოყოფილი, განსაკუთრებით დღეს კუჭნაწლავის სისტემას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ და ესეთი ხშირად კონგრესებზეც უცხოეთშიც თუ საქართველოშიც არის ესეთი საინტერესო თემატიკა კუჭნაწლავის სისტემა და ენდოკრინული სისტემა, იმიტომ რომ პრაქტიკულად კუჭნაწლავში თურმე აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი ჰორმონი გამომუშავდება და ამიტომაც არის მაგალითად იგივე თუნდაც დისბაქტერიოზი ერთ-ერთი უკვე რისკ ფაქტორად ითვლება სხვადასხვა დაავადებების განვითარებაში, იგივე თუნდაც სიმსუქნი, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 ძალიან საინტერესო კვლევები იგივე ფარისებრი მიკრობიოტას ზოგადად ძალიან დიდი ყურადღება და მათ შორის ენდოკრინულ სისტემის დაავადებების რისკ ფაქტორათაც მოგვევლინება ეს ფაქტი, ხომ? ამიტომ არის რომ აი თქვენ სწორედ აღნიშნეთ, რომ არის ბევრი მითი და რასაკვირველია რეალობა, როგორ უნდა დავნიშნოთ ჰორმონები, ხომ? ძალიან ხშირად აი პაციენტებისგანაც არის პრობლემა, რომ ორსულობის დროს უნდა დავლიო რაიმე ჰორმონი, არა და ამ ჩანაცვლებითი თერაპიის გარეშე წარმოუდგენელია არა მარტო ორსული ჯანმრთელობა, არამედ მომავალი ბავშვის ჯანმრთელობაც, ხომ? და ძალიან ხშირად თვითონ ორსულებით თვითნებურად მაგალითად იმ ჩანაცვლებით თერაპიას შეწყვიტავენ და შემდგომ უკვე სავალალო ძალიან შედეგები გვაქვს. და რასაკვირველია, ენდოკრინოლოგია ვითარდება ყოველდღიურად. ისეთი საინტერესო, აი რასაც დაუშვათ, თუნდაც 2-3 წლის წინ ვერ წარმოვიდგენდით, თუნდაც შაქრიანი დიაბეტის მკურნალობაში, თუნდაც ფარისებრი ჯირკვლის დიაგნოსტიკაში, ესეთი გენური ინჟინერიის, როგორი საინტერესო უკვე კვლევებია ამ დაავადებებთან დაკავშირებით, თუნდაც აი ძალიან აქტუალური თემაა პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი, ანუ როდესაც თირკველზე და ჯირკვალეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანი ორგანოები, წყვილი ორგანოა ჩვენ ორგანიზმში გამოყოფს აი ესეთ ჰორმონს ალდოსტერონს და სწორედ ძალიან ხშირად ჩვენ ვერ უკავშირებთ არტერიულ ჰიპერტენზიას აი ამ ჰორმონების გამოყოფას და ასე შემდეგ. ამიტომ და რატო არის კიდე ენდოკრინოლოგია საინტერესო აი ჩემთვის როგორც ექიმისთვის, გარეგნობაზე მოქმედებს ძალიან. შეიძლება ადამიანმა ქალმა მით უმეტეს ყურადღება არ მიაქციოს რაღაცა ჩივილს, უგულებელყოს და თავი არიდოს, მაგრამ როდესაც მის გარეგნობის ცვლილებას ეხება, ხო, აი იქ უკვე სიგნალია, რომ საჭიროა გამოკვლევა, საჭიროა სასწრაფოდ მიმართოს ექიმს ენდოკრინოლოგს. გეთანხმებით და მე ვფიქრობ, სწორედ ეს ხდის ენდოკრინოლოგია ძალიან საინტერესოს. ჩემ სტუდენტობაში მახსოვს ეძახდნენ დაბურულ ტყეს ამ მიმართულებას, იმიტომ რომ მართლა თქვენი თქმის არ იყოს დიაბეტზე და ფარისებრ ჯირკვალზე მეტნაკლებად დანარჩენი იგივე ჰიპოთალმო-ჰიპოფიზარული სისტემა მით უმეტეს დირკმელზე და ჯირკვალი და სხვა მაინც უკვე ესეთი თემები იყო ნაკლებად შესწავლილიც იყო და შეიძლება არც იყო ქალბატონ რუსიკო, ესე იგი იშვიათი, მაგრამ ჩვენ მეორადი გამოვლინებებით ვსჯელობდით, ვარქმევდით ამა თუ იმ ორგანოს და სისტემის დაავადებას და სინამდვილეში შეიძლება სწორედ გამოწეულიყო ამით, მაგრამ ჩვენ მაშინ ეს არ ვიცოდით და ეხლაც მე როგორც ინტერნალის ხანდახან აი რთული დიაგნოზის დროს და დიაგნოსტიკის დროს ხვდება ეს შემთხვევები სხვათა შორის, რომ გვავიწყდება, რომ ეს თირკმელზე და ჯირკვალიც გვაქვს და ამას წინებზეც აღვნიშნეთ ერთ-ერთ გადაცემაში, რომ ნაკლები ყურადღება ექცევა ხოლმე ამას. თუმცა აი განსხვავებით იმ ჩემი ახალგაზრდობის წლებიდან დღეს საოცარი წინსვლა ენდოკრინოლოგიაში გეთანხმებით და უკვე ყურადღება ექცევა არა მარტო დიაბეტს და ფარისებრ ჯირკვლის დარღვევებს, არამედ უკვე მთელი იმ ენდოკრინული სისტემის, მათ შორის აგერ თქვენ ბრძანეთ კიდევაც, რომ ლამის კუჭნაწლავის და არარესპირაციული ფუნქციების შესწავლა, როცა დავიწყეთ მეც ცოტა მოგვიანებით ფილტვების, იმიტომ რომ ჩვენ ეს უნივერსიტეტში ესე არ გვისწავლია.
გაოგნებული დავრჩი, რომ თითოეულ ორგანოს აქვს იმაზე მეტი ფუნქცია, ვიდრე ჩვენ ეს აქამდე გვეგონა და ვიცოდე, ეს ბუნებრივია. იმიტომ რომ მედიცინა ვითარდება და შესაბამისად ცოდნაც იცვლება და მაგრამ კითხვასაც ამ მიმართულებით დაგისვენ. თქვენ ბრძანდებით მედიცინის დოქტორი, პროფესორი, მოღვაწეობთ უნივერსიტეტშიც და მინდა კვლევების მიმართულებით და სამედიცინო განათლების მიმართულებით, როგორც საბაკალავრო, ასევე დიპლომის შემდგომი განათლების მიმართულებით დავსვა კითხვები. გამომდინარე იქიდან, რომ ენდოკრინული სისტემა არ არის ცალკე სისტემა და ის ყველა ორგანოსა და სისტემის მუშაობაზე ბუნებრივია, ყველა სხვა პროფილის ექიმთან უწყვეტი სამედიცინო განათლების ფარგლებში აუცილებელია პერიოდულად სიახლეების მინიჭება. ამაზე ვთანხმდებით და ძალიან გამიხარდება თუ რაიმე სიახლეებს ამის შესახებ მოგვაწოდებთ, რა ტიპის კურსები არსებობს, ვის შეუძლია გაიაროს და ასევე მაინტერესებს, რამდენად არის ახალი კვლევები, რომელმაც შეიძლება გარდატეხა მოახდინოს ენდოკრინოლოგიაში და შესაბამისად არა მარტო ჰორმონებზე, რა თქმა უნდა, არამედ ენდოკრინოლოგიაში ზოგადად და შესაბამისად სად არის აქ საქართველო. რაიმე მნიშვნელოვანი საინტერესო კვლევები თუ არის დაგეგმილი, ან თუ მიმდინარეობს ამ წუთას. რასაკვირველია, დავიწყებ ბოლოდან საქართველოს ყველა გამოწვევას, რაც მსოფლიოში არსებობს, ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩავებათ ამ ფერხულში და სხვათა შორის, როდესაც კონგრესები იმართება, თუნდაც ევროპაში, თუნდაც მსოფლიო კონგრესები, ქართველი ენდოკრინოლოგები, სხვათა შორის ძალიან აქტიურად მონაწილეობთ ამ პროცესებში და ერთ-ერთი მაგალითად ესეთი პოპულარული წამალი ახლა არ დავასახელებ, რომელსაც რაღაც ბევრი გვერდითი მოვლენები აქვს და შარშა ზუსტად მადრიდში დიაბეტის ევროპის კონგრესი იყო და იქ იყო ჩვენი ზუსტად მოხსენება ამის თაობაზე თუ როგორ, იმიტომ რომ ბევრი იგივე ჰორმონოთერაპიასაც ხომ ძალიან ბევრი და პირიქით, ნუ არა მარტო ჰორმონოთერაპიას, არამედ შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის მკურნალობაში, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების მკურნალობაში ძალიან შეიცვალა დღეს მიდგომები, ხო, იმიტომ რომ გვაქვს უამრავი სადიაგნოსტიკო საშუალება. სად იყო ეს კომპიუტერული ტომოგრაფია, თუნდაც 20-30 წლის წინ ესე და სად შეიძლებოდა ესეთ მოლეკულურ დონეზე თუნდაც გარკვეული გენური მუტაციების დონეზე შესწავლა და ასე შემდეგ. ამიტომ რასაკვირველია ამ საკითხშიც ჩვენ ვცდილობთ, რომ ფართოდ ჩავერთოთ, არის კვლევები საქართველოში. მასალაც გვაქვს მასალაც რასაკვირველია გვაქვს, მით უმეტეს ჩვენ საქართველოში გვაქვს ბევრი ისეთი ენდემური დაავადებები, რომელშიც და წარმატებებიც გვაქვს სხვათა შორის ამ ენდემური დაავადებების დაძლევაში, იმიტომ რომ მოგეხსენებათ იგივე ენდემური ჩიყვიო დეფიციტი ყოველთვის საქართველოს პრობლემა იყო, მაგრამ სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამები იყო, თუნდაც ის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომ საქართველოში გვაქვს ჩვენ იოდირებული მარილი და ეს უკვე აუცილებელი პირობაა, ჩვენ ვერ მივირთმევთ ვერანაირად საკვებს, რომელიც იოდის გარეშეა, ხო, იოდირებული მარილის გარეშეა, ეს უკვე ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია და მინდა სხვათა შორის თქვა, რომ ჩვენ ვუსწრებთ ძალიან ბევრ ევროპის განვითარებულ ქვეყანას და თუნდაც ამერიკის შეერთებულ შტატებს აი ამ იოდ დეფიციტის პრობლემების დაძლევაში, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი ხნის პრობლემაა საქართველოში. ჯერ კიდევ ვახუშტი ბატონიშვილი თურმე თავის ნარკვევებში ახსენებდა, რომ საქართველოში არიან ტომსიკასავით აქვთ ჩამოწეული მკისერზე, აი რაღაც წარმონაქმნი, რომელსაც ყიხვს ეძახდნენ და დღეს ჩვენ ვიცით, რომ ჩიყვი რა არის, ეს არის გადიდებული ფარისებრი ჯირკვალი, რომელიც სწორედ სხვადასხვა მიკროელემენტების, მათ შორის რასაკვირველ პირველ რიგში იოდია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იგივე თუნდაც სხვა ნუტრიციულ ფაქტორებსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, აი თუნდაც ფარისებრი ჯირკვლის თუ სხვა ენდოკრინული დაავადებების წარმოქმნაში. ამიტომ ვცდილობთ ჩვენც, რომ გავეცნოთ ახალ ლიტერატურასაც და მივიღოთ მონაწილეობაც. აი ხა თქვენ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს შეეხეთ, იმიტომ რომ აქ უკვე საუბარია სახელმწიფო პოლიტიკაზე, იმიტომ რომ ამის გარეშე არ ხდება ასეთი გადაწყვეტილებების მიღება და შემოტანა გამდიდრებული იოდით გამდიდრებული მარილის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. შეეხეთ ფაქტობრივად დარგის, ანუ სამედიცინო სპეციალისტების პასუხისმგებლობას დროულ გამოვლენაში და სწორ მართვაში ამა თუ იმ ენდოკრინული დაავადების და აქვე უნდა ვახსენოთ ალბათ მოსახლეობის როლიც, იმიტომ რომ
მათი პასუხისგებლობაც არის დაარეგულირონ კვება და აი აქ პრაქტიკულად ვპასუხობთ იმ შეკითხვას, რატო ასოცირდა ბოლო წლებში განსაკუთრებით ენდოკრინოლოგიას და ნუტრიციოლოგია და ასეც წარგადგინეთ მე და ძალიან ხშირია რომ დღეს ჩვენ ვამბობთ არა ექიმი ენდოკრინოლოგი, არამედ ექიმი ენდოკრინოლოგი და ექიმი ნუტრიციოლოგი. და ეს გასაგებს ხსნის რატომ არის რომ ძალიან ხშირად მეტაბოლური ცვლები რა თქმა უნდა დაკავშირებულია სწორ ნუტრიციასთან. ამიტომ ბარემ გავაერთიანოთ თქვენი პასუხი წინა კითხვაზე და ამ კითხვაზე. ნუტრიციოლოგიაზეც რომ ცოტა ვისაუბროთ, როგორ ვითარდება ბოლო წლებში, რა ცვლილებებია, ექიმ ენდოკრინოლოგ ნუტრიციოლოგს უკვე რა ფუნქცია და როლი ემატება. იგივე მოსახლეობის განსწავლაში, სახელმწიფო პოლიტიკის, აი ზუსტად ცვლილებაში თუ თავად აი სწორი დაუშვათ დაავადებების სწორად მართვასა და დანიშნულებაში, მე დანიშნულებაში ამ შემთხვევაში სწორ ნუტრიციას გულისხმობ, იმიტომ რომ მე მახსოვს ჩვენ სტუდენტობაში პირველი უნდა დაგეწერა დიეტა. მერე უნდა ჩამოგეწერა წამლები. ანუ აი სწორედ ამას გულისხმობ, ანუ კვესაკვები როგორც დანიშნულება, ანუ ნუტრიციოლოგია ზუსტად და ბარემ გავაერთიანოთ, ანუ უსეგესთან და სადიპლომო და წინასადიპლომო. ძალიან იცით დიდი ინფორმაცია ზოგადად ნუტრიციოლოგიის შესახებ და ეს ცოტა მოსახლეობას და მით უმეტეს, ვინც ექიმი არ არის, ძალიან დიდ დაბნეულობას იწვევს, ხომ? ეს ძალიან ბევრი დიეტებია შემოთავაზებული, თუნდაც 18 საათიანი დიეტა. ძალიან პოპულარულია ხშირად ამ საკითხზე საუბრობთ, ხომ? ერთი ნათელია, რომ დიეტოთერაპია და ნუტრიციოლოგია ეს არ არის მარტო წონაში კლება, ხო? დღეს ჩვენ უამრავი სხვა დაავადებებიც გვაქვს, თუნდაც საპირისპირო დაავადება, როდესაც გვაქვს ანორექსია და კახექსია და ამ თვალსაზრისით, სხვათა შორის უფრო ნაკლებად იყო ყურადღება გამახვილებული წინა წლებში და დღეს უკვე მთელ მსოფლიოში ძალიან დიდი პრობლემა შეიქმნა ამასთან დაკავშირებით. შეიცვალა მსოფლიოშიც კვებისადმი დამოკიდებულება, ვეგეტარიანელობა გახდა მაგალითად პოპულარული ძალიან და დღეს ხმელთაშუა ზღვის დიეტა თავისთავად და აი დღეს უკვე გვაქვს სერიოზული ვეგანური პრობლემა და ძალიან ხშირად აი კამათიც მოგდის, რომ არ შეიძლება ვეგანობა მაგალითად გარკვეულ პოპულაციის ჯგუფში, ხო, როგორიც არის ბავშვები, ორსულები და ასე შემდეგ. ჩვენ ნუტრიციოლოგიას მართლაც ძალიან სერიოზულ ყურადღებას ვაქცევთ, ასოციაციაც გვაქვს ნუტრიციოლოგიის ეროვნული და ექიმების გადამზადება ხდება ამ თვალსაზრისით. დიდ ყურადღებას ვაქცევთ მაგალითად იგივე სპორტულ ნუტრიციოლოგიას და ჩვენ საუბრობდით აი გადაცემის დაწყებამდე ონკოლოგიურ ნუტრიციოლოგიას. პრაქტიკულად ეს სწორედ ის სხვადასხვა მკურნალობის შედეგად განვითარებული გვერდითი მოვლენების მოხსნა ძალიან კარგად შეიძლება თუნდაც სწორი კვებით, ხომ? და თუნდაც როდესაც ვლაპარაკობთ აი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე, ბევრი მითებია, ხო, არის სტრუმოგენული ეგრეთ წოდებული ჩიყვის გამომწვევი, იმიტომ რომ ჩიყვის სტრუმა, ხო, და ჩიყვის გამომწვევი ფაქტორები და აი ამ შემთხვევაშიც, ხომ, ზოგჯერ არასწორი ზედმეტი ინფორმაციაც კი არის იმის თაობაზე, რომ რაღაც გარკვეულ მაგალითად კომბოსტოს სახეობას შეუძლია გამოიწვევს ფარისებრი ჯირკვლის გადიდება და ჩიყვი და შემდგომ უკვე იქ რაღაც დაუშვათ ჰორმონების ათვისების დონეზე ხდება, იმ ფერმენტული სისტემის დარღვევის დონეზე, რომელიც ამ ჰორმონების წარმოქმნაში მონაწილეობენ. სხვადასხვა მიკროელემენტების და ვიტამინების როლი ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც ენდოკრინული პათოლოგიების განვითარებაში და ასე შემდეგ. ეს ძალიან დიდი საკითხია, იმიტომ რომ ფაქტიურად აი დღესაც ახლა როდესაც ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების აი რისკ ფაქტორებზე ვსაუბრობთ. გასაგებია იოდის დეფიციტი, სხვადასხვა მიკროელემენტების დეფიციტი, სტრესი რასაკვირველია, დაბინძურებული გარემო, მაგრამ თუნდაც ჭარბი წონა, თუნდაც აი ეს ყველასათვის ცნობილი ტერმინი ახლა ინსულინორეზისტენტობა თავისთავად უკვე არის რისკ ფაქტორი ფარისებრი ჯირკვლის კვანძების განვითარებაში და ისეთი პოპულარული მოდური დაავადების, ხო, პაპილარული კარცინომის ერთ-ერთ რისკ ფაქტორათაც შეიძლება მოგვევლინოს ეს ინსულინორეზისტენტობა და ზოგადად ჭარბი წონა. ამიტომ საინტერესოა ეს ორი დარგი ძალიან გადაჯაჭულია ერთმანეთთან და აქედან გამომდინარე ფაქტია,
რომ სწორი კვებით შეგვიძლია პრევენციაც დაავადებების და უკვე განვითარებული დაავადებების კომპლექსურ მკურნალობაში ჩართვაც. ფიზიკურ აქტივობასთან ერთად. ფიზიკურ აქტივობასთან ერთად, რა თქმა უნდა. და სხვათა შორის აი მეორეული და მესამეული პრევენციის დროს, რასაც ჩვენ რეაბილიტაციას ვეძახით, აბილიტაცია, რეაბილიტაციის მიმართულებას დაავადება და მართვაში ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ზუსტად ფიზიკურ აქტივობას და სწორ კვებას. ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ აი იქაც წავაწყდით ამას და მინდა რომ თქვენ გკითხოთ. რა თქმა უნდა, გარკვეული თავისებურებები აქვს ყველა ქვეყანაში და არათუ ქვეყნის და ეროვნების, არამედ კუთხეების მიხედვით გვაქვს ჩვენ განსხვავებული მოგეხსენებათ საკვები. თუ ჩვენ ეთნონუტრიციის მართლა კუთხით განვიხილავთ, ჩამოყალიბებულია გარკვეული კვებითი ჩვევები და ნორმები. ამასთან მიმართებაში ძალიან საინტერესოა, რამდენად გვაქვს, ამიტომ არა სხვა უცხოური ნუტრიციული გაიდლაინები და პროტოკოლები, რომელიც ბევრია და მე თვითონაც ონკონუტრიციაში სწორედ ესპანური მომეწონა ძალიან მაშინ, როცა ამ მიმართულებით საქმიანობდით და ვთარგმნით და ვიყენებდით პაციენტებთან. არამედ ეროვნული ქართული ონკონუტრიციის გაიდლაინი და პროტოკოლი. რომ მე მახსოვს ძალიან დიდი საქმე გააკეთა და აკეთებს ქალბატონი მარი მალაზონია, იმიტომ რომ ფაქტობრივად ყოველ დღე უხსნის და მართლა ყველა ოჯახში შედის და უხსნის რას ნიშნავს და როგორ, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც დაბალია ცოდნა კვებითი ჩვევების და უნარების შესახებ და მას ჰქონდა ეს სურვილი და იდეა, ვიცი ჯერ კიდევ წლების წინ, რომ ეროვნული გაიდლაინი და პროტოკოლი ნუტრიციოლოგიის ზოგადი გქონოდა და ჩვენ ახლა ვსაუბრობთ იმაზე, რომ გჭირდება დარგობრივიც. ვინ უნდა გააკეთოს ეს როგორ შეიძლება და ავთენტური კვლევები ვინ უნდა დააფინანსოს. სახელმწიფოს ინტერესში რამდენად უნდა შედიოდეს უნივერსიტეტების. აი იქნებ რაღაცა იდეა დღეს ამასთან მიმართებაში ჩვენ დავდოთ და ვინმე მიიღოს. რეზიდენტები, დოქტორანტები, სტუდენტები ჩავთოთ იქნება ამ კვებში და დავდოთ ქართული ეროვნული პროტოკოლები დარგობრივი. რა ხდება ამ მიმართულებით? ძალიან საინტერესოა ეს საკითხი და აქტუალური მართლაც და აი ხა ჩვენ სწორედ მე დაავადებათა კონტროლის ცენტრში მუშაობ და აი ხა ბოლო კვლევა რაც ჩვენ გავაკეთებთ სუფრის მარილთან დაკავშირებით ეს მართლაც სამწუხაროდ ჩვენ ვიცი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მითითება და გაიდლაინი რომ მოზრდილმა მოსახლეობამ 5 გრამზე მეტი არ უნდა მიიღოს ხო სუფრის მარილი და ჩვენ მარილს ხვებულობთ არა მარტო დაუშვათ იმ მარილის სახით, რომელსაც ჩვენ უმატებთ ხოლმე საკვებს, ხო? არამედ ძალიან დიდი რაოდენობით, თუნდაც პურის, პურფუნთუშეულის სახით და დაუშვათ იგივე რძის პროდუქტების სახით. რაშიც ისედაც არის. პური ვერ დამზადდება, თუ ცოტა მარილი არ დავამატეთ, ხო? და აი ამ თვალსაზრისით მართლაც სამწუხაროდ, ხა რიცხვს ვიტყვით 16 გრამს ღვებულობთ, როდესაც აი ჩვენ შევისწავლეთ 18 და 68 წლის ასაკის მოსახლეობის მარილის ათვისება, თუ როგორ ხდება და გამოყენება ყოველდღიურად 16 საშუალოდ რასაკურვია 16 გრამს. სხვათა შორის ესეთი კითხვაც ჰქონდა და არის შემთხვევაც და ცუდი ჩვევაც, რომ ადამიანი მარილს აყრის, საერთოდ რო არ გასინჯავს საკვებს ისე. ხო ეს უკვე ისეთი საერთოდ, მაგრამ არის ესეთი ჩვევაც, სხვათა შორის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში და აი ამ თვალსაზრისით რასაკურველია ჩვენ 5 გრამამდე ერთ და 2 წელიწადში ვერ მივაღწევ. დიდ ბრიტანეთში იყო ესეთი მცდელობა და 10%-ით 3 წელიწადში რომ შევამციროთ სუფრის მარილის მოხმარება, ძალიან კარგი შედეგი დაიდო ბრიტანელი ნუტრიციოლოგების მიერ და ამ თვალსაზრისით ჩვენ ვცდილობთ რასაკურველია და აქ მარტო დაუშვათ ექიმების და ჯანდაცვის სპეციალისტების საქმე არ არის ეს ხო? აქ უნდა ჩაერთოს მთელი მრავალდარგობრივი გუნდი, ხო? ეს იქნებიან დაუშვათ სხვადასხვა საკვები ობიექტის ხელმძღვანელები, რესტორნების, კაფეების, თვითონ მზარეულების გათვითცნობიერება. სხვათა შორის აი ჩვენ ჩავატარეთ ძალიან კარგი კვლევა სკოლის ასაკის ბავშვებში, მაღალ კლასებში თუ როგორია დამოკიდებულება კვების მიმართ. გადასარევად იციან ბავშვებმა, რომ დაუშვათ უნდა საუზმე მიიღონ, რა არის დაუშვათ არაჯანსაღი საკვები, ხომ? მაგრამ მეორე უკიდურესობაა, ხო,
სკოლიდან გამოსვლისას არის ისეთი ინფრასტრუქტურა შექმნილი იგივე სკოლების გარშემო, ამიტომ ჩვენ კვება აი ეს რაც თამბაქოს კანონში იყო, ისეთი ჭრელაჭროლა რეკლამები იყო, რომ იზიდავდა და კანონი ამის გამოც ამ ნაწილსაც იხილავდა. დაახლოებით იგივე შთაბეჭდილება რჩება, გამოვიდა ადამიანი და მას ძალაუნებურად აქვს საშუალება შეიძინოს არაჯანსაღი და ჩვენი ცხოვრების ტემპი სამწუხაროდ ესეა მოწყობილი ძალიან ხშირად. თუმცა რეგულაცია შეიძლება თქვენ როგორ რეალისტურად მიგაჩნიათ, რომ სკოლის გარშემო აიგრძალოს მსგავსი რა. ესეთი აგრძალვა ძალიან რთულია. ეხლა თუ კი ჩვენ იმას მივახციეთ, ეხლა ცოტა თემას გადაუხვიეთ, მაგრამ დაუშვათ, რომ თამბაქოს დაუშვათ ჩვენ არ შეიძლება დაწესებულებაში მეორადი კვამლი, რომ ადამიანზე ძალიან ცუდად მოქმედებს. ეხლა მარილს ფლად ვერ ავიღებთ, ხო, ჩვენ სულ ვერ ამოვიღებთ თუნდაც სადღაც აი საკვებ ობიექტებზე, რესტორანში ვერ ამოვიღებთ ფლად ესე მარილს. მაგრამ თუნდაც ბავშვებისა და მოზარდების ორსულთა კვებასთან დაკავშირებულ ობიექტებზე ძალიან დიდი პრობლემაა რა საკვებ, იმიტომ ბავშვი აი თავიდანვე უნდა მივაჩვიოთ, ხო, სწორ კვებას. მარტო მარილთან დაკავშირებით არა, 2 წლამდე ის რომ ბავშვმა არ უნდა მიიღოს ტკბილი და სიროპის სახით, ხო? აი აქ მივადექით იმ თემას, რა ძალიან საინტერესოა, თქვენ ერთის მხრივ ახსენეთ, რომ რეგულაციებს აქვს მნიშვნელობა, რომ იქ რაღაცა ნაკლებად იყოს, ან რეკლამა ნაკლები კონდეს და ასე შემდეგ, რომ ბავშვმა გამოსვლისთანავე არ შეიძინოს და არ მიირთვას კიდევ ან სკოლის ბუფეტში რომ უნდა დარეგულირდეს და შემოწმდეს და საერთოდ უნდა ყავდეს ექიმი და მით უმეტეს ნუტრიციოლოგი კონსულტანტი ეს თავისთავად ცხადია, მაგრამ მივადექით იმ თემას, რომ რაც არ უნდა ვარეგულიროთ, ეს ძნელი დასარეგულირებელია და ისევ ჯობია განსწავლოთ თვითონ მოსახლეობაც, ხო მართალია. აი ამ მიმართულებით თუ შეიძლება რომ ეს ნაწილიც მოვხაზოთ რამდენად არის. მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და აი მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში თუნდაც აი 25 აპრილს, როდესაც არის ეს ჰორმონების საერთაშორისო დღე, ამ თვალსაზრისითაც ალბათ ვიმუშავებთ, იმიტომ რომ დღეს ჭარბი წონა ხომ ძალიან დიდი პრობლემა გახდა ბავშვთა ასაკში და ეს ჭარბი წონა და სიმსუქნე ეს არ არის მარტო ვიზუალური პრობლემა, ხომ? ეს არის უკვე შემდგომ შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევა და ასე შემდეგ. ამიტომ ცნობიერების ამაღლება პირველ რიგში მოსახლეობის სხვადასხვა თუნდაც აი ესეთი გადაცემების სახით, ხომ, რომ ჩვენ ბავშვს უნდა ჯერ კიდევ დედას უნდა აუხსნათ ორსულობის დროს, როგორ უნდა იკვებოს და ჩვენ აი ესეთ სწავლების კურსში ნუტრიციოლოგიაში გაყოფილი გვაქვს სხვათა შორის ცალკე ორსულთა და მეძუძურ ქალთა კვება სხვათა შორის აი ორსულობის დროს კიდე ქალი უფრო აქცევს ყურადღებას თავის კვებას და ჯანმრთელობას მეტი მეძუძურობის პერიოდში უკვე აღარ ცალია თავისთვის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ხო, იმიტომ რომ ისიც მითია, რომ დაუშვათ რაღაცა არ უნდა მიიღოს მეძუძურმა ქალმა თუნდაც ციტრუსი. თუ კი ეს აუცილებელია და ეს ვიტამინი C-ი მდიდარი ასეთი ხილი ხო აუცილებელია და ბავშვი თავიდანვე უნდა ჩვილს შევაჩვიოთ, რომ მისთვის არ იყოს გარკვეულწილად კონდეს რაღაცა ადაპტაცია თუნდაც იმ ოდნავ ზოგიერთ შემთხვევაში რასაკურველია ალერგია ინდივიდუალური ის თუ არ ექნება მეუღებლობა. ან იგივე პრობიოტიკების როლი ძალიან მნიშვნელოვანია ხო ყველა ეტაპზე და თქვენ აი კითხვა დასვით, რომ ვინ უნდა იყოს ამაზე პასუხისმგებელი. სხვადასხვა ასოციაციები, დარგობრივი ასოციაციები. აი ეს მინდა ზუსტად და გაიდლაინებთან და პროტოკოლებთანაც. იგივე ტუბერკულოზის დროს ნუტრიციოლოგიური პრობლემების გადაჭრა იქნება ეს და ნებისმიერ დარგში, ხომ? ონკოპათოლოგიების დროს და რასაკურველი ენდოკრინოლოგია ვერც წარმოგვიდგენია ჩვენ ნუტრიციოლოგიის გარეშე. თუმცა აი ეს ვფიქრობ გაიდლაინების და პროტოკოლების და ამასთან ეროვნული, ამიტომ გავუსიხავს, იმიტომ რომ ჩვენი ტიპიური, ასე ვთქვათ, კვება გვაქვს და ეს არის საუკუნეების განმავლობაში და ახალთაობაში კი იცვლება. ახლა მე რასაც ვაკვირდები ჩვენი შვილების თაობას თუნდაც ჩვენ სტუდენტებს ძალიან იცვლება მათი კვებითი ჩვევები. რაცაც გარკვეული დადებითი მხარე აქვს იმ შემთხვევაში, როცა მცენარეულზე და ბუნებრივზე ამახვილებენ ყურადღებას, მაგრამ უარყოფითი აქვს იმაზე, რაც თქვენ აღნიშნეთ, პურფუნ თუ შეულის თუ შაქრების და ასე შემდეგ მოხმარების თვალსაზრისით. მაგრამ მე მაინც ვთვლი, რომ კვლევები, რომლებიც უნდა ტარდებოდეს და სწავლობდეს ზუსტად ამ საკითხებს, რომელ ასაკობრივ ჯგუფში,
რომელ კუთხეში მცხოვრები, რა სქესის, რა წარმომადგენლობის, რა კვებითი უნარჩვევების, ტრადიციების, კულტურის და შეხედულებების მქონე ადამიანებმა რა ტიპის კვება შეიძლება, ასე ვთქვათ, მიიღონ, რა იქნება უფრო მართებული მათთვის. აი ამ ტიპის რეკომენდაციების გაწერა რამდენად არის შესაძლებელი დღეს უკვე იმ არსებული ცოდნის საფუძველზე, რაც ჩვენ გვაქვს ჩვენი ქვეყნისთვის. ნუ ზოგადი კვების პრინციპები ყველასათვის ერთნაირია, ხო, მთელ მსოფლიოშიც და მით უმეტეს საქართველოშიც ის რომ ბავშვმა ტრანსცხიმი არ უნდა, ტრანსცხიმი დიდარი საკვები უნდა მიიღოს და საერთოდ უნდა ამოვიღოთ ტრანსცხიმი ბავშვთა და ორსულთა კვებისგან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ის რომ დაუშვათ ასაკთან მომატებასთან ერთად უნდა შევამციროთ მარილის და შაქრის მოხმარება. შორის აი ძალიან საინტერესოს უვეძებთ ხოლმე ჩვენ ავტოიმუნური დაავადებების დროს კვებას. ეს რასაკვირველია დადასტურებული არ არის, მაგრამ ერთ-ერთი საინტერესო, მე თვითონაც მაინტერესებს ეს თემა ავტოიმუნური თიროიდიტის ხაშიმოტოს დაავადება, რომელიც ერთ-ერთი გავრცელებულია ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებიდან, ხომ? აი რა კვება შეიძლება შემოთავაზოთ და იცით რა წავაწყდი, რამოდენიმე ძალიან სერიოზულ, ასე ვთქვათ, თანამედროვე ლიტერატურაში gluten free, gluten-ით თავისუფალი საკვები, იმიტომ რომ იგივე ცელიაკია, რომელიც ასეთი პოპულარული გახდა უკვე და არ ვიცი, შეიძლება ადრე სკრინინგი არ იყო ესეთი მნიშვნელოვანი და ასეთ ჩვენ კვლევებს არ ვაკეთებდით, მაგრამ დღეს უკვე ეს პრობლემა ძალიან წამოიჭრა, ხომ? ცელიაკიას პრობლემა და სადაც ურჩევთ, ხომ? თუნდაც გლუტენისაგან თავისუფალ საკვებს და უფრო უპირატესობას დაუშვათ სხვა მარცვლეულს ვანიჭებთ და აი ამ შემთხვევაშიც არის ესეთი საინტერესო კვლევები, ხო? აი კეტო დიეტები ძალიან პოპულარულია, ხო? იგივე ჩვენ წონის კლების დროს ჩვენ მოსახლეობასაც უყვარს ეს კეტო დიეტები და ეს კეტო დიეტებსაც თავისი სამიზნე დაავადებები აქვს, სხვათა შორის აი ეპილეფსიის დროს ჯერ კიდევ 10-15 წლის წინ ამაზე წამოიჭრა საუბარი, რომ ცხიმიანი საკვების მიღება თურმე აი ამ რისხანე დაავადებების გართულების დროს კარგ პრევენციას გვაძლევს. ამიტომ აი ეს დარგობრივმა ასოციაციებმა რასაკვირველია თავისი როლი უნდა შეასრულონ და უფრო მეტი სკრინინგული კვლევები უნდა კეთდებოდეს. თუნდაც აი ჭარბი წონის თვალსაზრისით, ხო, ბავშვებში რა არის მიზეზი, ხო, მარტო კვება ხომ არ არის მიზეზი. იქ შეიძლება რაღაცა ერთფეროვანი კვება იყოს და არა მარტო დაუშვათ ნახშირწყლების და ცხიმების მიღება. იქ შეიძლება დისბაქტერიოზის გამომწვევი სხვადასხვა საკვების მიღების შედეგად იყოს ესა თვის დაავადება და ჭარბი წონა ბავშვებში, ხო? იგივე ჰორმონების დაუშვათ თემა იყოს და ასე შემდეგ ანტიბიოტიკების არარაციონალურმა მიღებამ ძალიან ბევრი. ამიტომ ეს დარგობრივი ასოციაციები კვლევების გარდა რასაკვირველია კარგია საერთაშორისო კვლევები, მაგრამ იგივე ჩვენ ამ სფეროში ნამდვილად გჭირდება ავტენტური კვლევები. კი და თქვენ სწორედ აღნიშნეთ, ხომ შეიძლება აი თუნდაც სხვათა შორის აი კოვიდის დროს, როდესაც სოციალური იზოლაცია იყო ერთ-ერთ უნივერსიტეტში, ნუ მეტი დრო ქონდა, ხო და ესეთი ჩავატარეთ ესეთი კვლევა თუ როგორ აი კოვიდის პირობებში როგორ შეიცვალა ადამიანების კვების სტატუსი, ხომ? იყო რასაკვირველია სხვათა შორის დადებითი მიმართულებითაც წავედით კოვიდის დროს, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, რომ ადამიანებმა დაიწყეს სახლში საკვების გაკეთება, ხო? იმიტომ რომ მეტი დრო ქონდა და ხო, რაც უფრო ჯანსაღია. როგორ მაგალითად ესეთი კვლევაც ქონდა, ეს ჩვენი ძალებით არანაირი ის თუ როგორ მაგალითად უცხოელი სტუდენტები ხა მოგეხსენებათ საქართველოში, ხო? რამდენად ეგუებიან ქართულ საკვებს, კი, მეც მიკითხავს ჩემი სტუდენტები ინდოელებისთვის განსაკუთრებით ძალიან მოწოდ ლობიანი. რატო? იმიტომ რომ მათაც აქვთ ლობიოს მსგავსი ასეთი საკვები და უფრო კარგად, ასე ვთქვათ, იღებენ ამ საკვებს, ვიდრე თუნდაც სხვა რომელიმე ღვეზელს, ხომ? სხვა დაუშვათ პროდუქტისაგან დამზადებულ. და ადაპტირებული არიან, როგორც თქვენ ადაპტირებულები დეფიციტური, ასე ვთქვათ, საკვებისა და აი ამ თვალსაზრისით ძალიან
ძალიან საინტერესოა, რომ ჩვენ ალბათ ვიტამინების მიმართულებითაც გვაქვს მნიშვნელოვანი საინფორმაციო საგანმანათლებლო საქმიანობა საწარმოებელი, იმიტომ რომ ხანის ესმით რომ უნდა მიიღო, ხანის ესმით რომ ვიტამინები თუ ავიტამინოზი ან ჰიპოვიტამინოზი არ არის, არასდროს შემთხვევაში არ უნდა მიიღოს, ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადადენ, არადა ვიტამინებს აი მართლაც სიცოცხლის ამინებია და უკიდურესად მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ჩვენს ჯანმრთელობაში, იმიტომ რომ ზოგჯერ ვეძებთ მიზეს გადავიხსნით რომ იტყვიან ვენებს და მე აღმოჩნდება რომ ძალიან ბევრი ენდოკრინული დაავადებების ასე ვთქვათ რისკ ფაქტორებია გართულებების ძალიან ხშირად თუნდაც შაქრიანი დიაბეტის დროს აი ესეთი B12 ვიტამინის დეფიციტი ვითარდება ხშირად ალფა-ლიპოის მჟავის დეფიციტი შევსება საჭირო აი შაქრიანი დიაბეტის გართულებების დროს აი ღვიძლის ცხიმოვანი დაავადების დროს ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ბევრი ესეთი ვიტამინის ჩართვა და მიკროელემენტებიც რასაკურველია რა თქმა უნდა ეს მიკრო და მაკრონუტრიციის თემები ძალიან დიდია ჩვენ სამწუხაროდ ყველაფერს ვერ მოვიცავთ დღეს მაგრამ იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ამბობ ადრე თუ დაბურული ტყვე იყო ეხლა შეგვიძლია დავარქვათ ენდოკრინოლოგიას უსასრულო მართლა აი ამოვსები იმხელა ინფორმაცია ამ თვალსაზრისით მით უმეტეს ახლა ნუტრიციული თვალსაზრისით რომ უკვე თვითონ ჩვენც ვიბნევით ნამდვილად ამიტომ უბრალოდ ჩვენი დღევანდელი საუბრის მიზანი ის იყო რომ კიდევ ერთხელ დაგვენახებინა ჩვენი სამეცნიერო საზოგადოებისთვის, ნუ მოსახლეობამ ეს ისედაც იცის და რასთავარია გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის, თუნდაც უმაღლესი სასწავლებლის კვლევითი ცენტრებისთვის, რომ ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმაციის სტრუქტურირება, ახალი ინფორმაციის მოპოვება, რომელიც შეიძლება იყოს დაკავშირებული სახელდობრ ჩვენს პოპულაციასთან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ძალიან აქტუალური უნდა გახდეს ალბათ სახელმწიფო პოლიტიკა იმასთან მიმართებაში, თუ როგორ უნდა ხდებოდეს დაავადებების პრევენცია და მერე უკვე რა თქმა უნდა თუ მაინც განვითარდა ეს დაავადება მათი მართვა ანუ მარტო 2-3 დაავადებაზე არ უნდა ვიყოთ ფოკუსირებული ვინაიდან სწორედ რომ ენდოკრინული სისტემის გამართვამ შეიძლება მოხსნას ძალიან ბევრი სხვა დაავადების განვითარების ან მიმდინარეობის რთული მიმდინარეობის პრობლემა და ეს ხარჯთეფექტურიც აღმოჩნდეს ანუ ჩვენ ამ კუთხითაც უნდა შევხედოთ იმიტომ რომ ხა სახელმწიფოს რაღაც გაგებით მხარდაჭერა ჭირდება იმაში სპეციალისტების მხრიდან რომ მათ მიერ ასე ვთქვათ დაგეგმილი სხვადასხვა ჯანმრთელობითი პროგრამები იყოს არა მარტო კლინიკური სარგებლის მომტანი, არამედ გარკვეულწილად ფინანსური სარგებლის ხარჯთეფექტური უნდა იყოს. აი ძალიან კარგი სიტყვები მაინტერესებს ალექსანდრე მაჭავარიანის სიტყვები, ჩვენი ქართველი ძალიან დიდი მეცნიერის და ექიმის სიტყვები, რომ აი არისო ესეთი დაავადებები, როგორიც არის ქოლერა, შავი ჭირი, რომელიც სწრაფად ხო ვითარდება და ამას მთელი დაუშვათ კაცობრიობა საუკუნეების მანძილზე როგორ დიდ ასე ვთქვათ რეაქციას აძლევდა თუნდაც მართვას ამ დაავადებებს, მაგრამ არის ქრონიკული დაავადებები და მათ შორის რასაკურველი ენდოკრინული დაავადებებია, ხო, იმიტომ რომ ენდოკრინული დაავადებების უმეტესობა ეს არის ქრონიკული დაავადებები და ამ შემთხვევაში რასაკურველია სწორი მართვა, სკრინინგი დროული, ხო, აი როდესაც ჩვენ შაქრიან დიაბეტზე ლაპარაკობთ, გასაოცარია, მაგრამ არის ქვეყნები, სადაც 50% მოსახლეობის არც კი იცის, რომ აქვს შაქრიანი დიაბეტი. და ამის შესახებ და მხოლოდ მაშინ ვლინდება და მაშინ გებულობს თავისი ამ რისხანე დაავადების შესახებ, როდესაც უკვე დაუშვათ მოხდება კლინიკაში რაღაც გართულების სახით, თუნდაც გულსიძახთა სისტემის თვალსაზრისით. ამიტომ სწორი სკრინინგი, პრევენცია და ასე შემდეგ მართვა თუ გართულებების ხომ და ასე შემდეგ ეს არის ჩვენი მთელი ასე ვთქვათ მოსახლეობის დარგობრივი ასოციაციების, ექიმების, ჯანდაცვის სპეციალისტების და ზოგადად ოჯახის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახი როგორ უწყობს ხელს ხოლმე დიაბეტით თუნდაც დაავადებულ პირს აი სწორედ მართვაში მისი დაავადების ხო გართულება. და მე მაინც მინდა სახელმწიფოს ხელშეწყობაზე გავამახვილო ყურადღება, რომ ჩვენ შევთანხმდით, რომ ოჯახის, მოსახლეობის, პედაგოგების, სკოლის ექიმების, ну რა თქმა უნდა პედიატრების, გინეკოლოგების
ტესტების და შემდეგ ყველას განსწავლა საჭირო, ვისთანაც ხვდებიან, რომ აღალი რისკის მქონე ადამიანები, სხვა მეტაბოლური დეპრესია, მაგრამ აი აქ მინდა ზუსტად ჩაგეკითხოთ, იმიტომ რომ მე ნაკლებად მაქვს ამაზე ახლა ინფორმაცია, რამდენად არის დღეს თქვენ ბრძანეთ, რომ ძალიან ბევრი ტესტიაო. აი ესეთი ტიპის ტესტების გამოყენების საშუალება, მე ფინანსურსაც ვამბობ და ფიზიკურადაც რამდენად გვაქვს, რომელიც მოგცემს ჩვენ ექიმებს, არა ენდოკრინოლოგ ექიმებს იმის საშუალებას, რომ დიაგნოსტიკისას გავარჩიოთ მეორეულია ესა თუ ის სიმპტომი, დაუშვათ კუჭნაწლავის თუ გულსიზრდათა სისტემის თუ თირკმლის და ასე შემდეგ გამოვლენილი, განპირობებული პირველადი ენდოკრინული გარკვეული დარღვევებით თუ პირიქით პირველადია ეს და მან შეიძლება ახლდეს მეორადად აი ამის განმასხვავებელი ტესტები თუ გვაქვს დღეს მსოფლიოში და რა არის საქართველოში განსაკუთრებით ნუ ისევ და ისევ საქართველოში რასაკუთრებით ვცდილობთ რომ ის სადიაგნოსტიკო ტესტები გამოვიყენოთ მეტნაკლებად და არის ამის საშუალება დღეს უკვე რომ თუნდაც ის რისკ ჯგუფები შევაფასოთ, სადაც უფრო მოსალოდნელია ესა თუ ის და გავარჩიოთ პირველადია თუ მეორეული, ხო? ძალიან ხშირად მანკიერი წრე არის, ხო, რომელიც იწვევს თუნდაც სტრესია, ხო? ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს, ხო, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ნევროლოგიური პრობლემები ჩნდება, ხო, თუნდაც თირეოტოქსიკოზის, როდესაც ჰიპერფუნქცია ფარისებრი ჯირკვლის, როგორ მთელი სპექტრი აი ამ აი სიმპტომების და ჩივილების, მაგრამ ამავე დროს სტრესმა თავისებურად შეიძლება გამოიწვიოს ჯირკველზე და ჯირკვლის ზრდის ჰორმონის გააქტიურება და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს პროვოცირება გაუკეთოს, კი არ გამოიწვიოს, არამედ ხელი შეუწყოს ამ დამშვები ტრიგერს ვეძახით ჩვენ ესეთი დაავადებების განვითარება, ხო, თუნდაც აი დიაბეტი, შაქარი დამემართა ვინერვიული, ხო? განა ეს მითია, ეს არის ფრაზა, ხო, ეს მითი არ არის, ხო, იმიტომ რომ სტრესმა თავისებურად ხელი შეუწყო იმ მთელი ჰორმონალური სისტემის დარღვევას, ხო, იმ ინსულინის საწინააღმდეგო ჰორმონების გამომუშავებას ჭარბი რაოდენობით და ამან რასაკვირველია. და თქვენი საუბრიდან ახლა მე იმ დასკვნამდეც მივდივართ, რომ ტესტი ძალიან კარგია, მაგრამ მეორეს მხრივ მაინც უნდა დაუბრუნდეთ ძალიან ეს ძველებურს, როგორც ჩვენმა კორიფეებმა გვასწავლეს, როდესაც ის აი ანამნეზის აი იმ დაწვრილებით დეტალურ გემრიელ შეკრებას რო იტყვიან, რომელიც ძალიან ბევრ მითითებას და ნიშანს გვაძლევს. და სამწუხაროდ რახან ჩვენი დრო მაინც აეთერო შეზღუდულია, მინდა უკვე დასასრულისკენ წავიყვანო გადაცემა და არ შემიძლია ესე გაგიშვათ, რომ არ გკითხოთ, იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან ახლობელი თემაა, დიდი ხანია მე დარტ პროექტზე მეც ვმუშაობ, მაქვს გარკვეული გეგმებიც ამ მიმართულებით და ვიცი ნამდვილად, რას ნიშნავს მომავალი მედიკოსისთვის, თუნდაც უკვე გამოცდილი ექიმისთვის გადავლება თვალის ისეთი საკითხებისათვის, როგორიც არის ცნობილ ადამიანთა გარკვეულ ხელოვანთა დაავადებები და ამის ასე ვთქვათ წარმოჩენა სტუდენტებთან უფრო საინტერესო და გასაგები გახდეს, რომ ემოციური ინტელექტი გავავითაროთ და ემპათია მათში და მეორეს მხრივ ძალიან საინტერესოა, როგორ არის თვითონ ხელოვნებაში, მხატვრობაში, ქანდაკებაში, მუსიკაში და ასე შემდეგ ასახული სხვადასხვა სამეცნიერო თემატიკა და როგორ შეიძლება ეს გამოვიყენოთ სწორედ მოსახლეობის განსწავლისათვის და ჩვენი მომავალი ექიმების, ჩვენი სტუდენტების უკეთესი განსწავლისათვის. რასაკვირველია მხატვრულ ტილოებზე, ფილმებში, ნაწარმოებებში, მხატვრულში და ასე შემდეგ სკულპტურებში ჩვენ ძალიან ხშირად სხვადასხვა დაავადების ანარეკლს ვხედავთ, ხო? მე უკვე ისე მივეჩვიე ხოლმე, რომ ჩემ კოლეგებთან ერთად უკვე რომელიმე მუზეუმში მოვხდები ევროპის მაგალითად, ყველა ტილოზე, მხატვრულ ტილოზე ვცდილობ, რომ ამოვიცნო ესა თუ ის დაავადება და უკვე კი ვერ აღვიქვავ, როგორც ეს ძალიან ცუდია ერთი მხრიდან. განსაკუთრებით ეს ენდოკრინულ სისტემას შეეხება. მახსოვს ერთი ძალიან საინტერესო ჩემი დაინტერესება ამ სფეროთი დაიწყო მაშინ, როდესაც 2008 წელს ერთ-ერთ ამერიკულ თირეოდოლოგიურ ჟურნალში ამოვიკითხე, იყო ესე
ესეთი სტატია, რატომ ჩანს ჩიყვი რენესანსის პერიოდის მხატვრობაში. იქ რამოდენიმე მიზეზი იყო დასახელებული, მაგალითად, რატომ მრავალშვილიან დედას რატომ აქვს ჩიყვი, რატომ აქვს მაგალითად იგივე მშობიარობის შემდგომ ქალს ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა, გადიდებული ფარისებრი ჯირკვალი და ასე შემდეგ და ჰიპოთირეოზი რატომ აქვს. იქ იყო განსხვავება მაგალითად იგივე იტალიურ მხატვრობაში ძალიან საინტერესო, რომ ფლორენციაში, რომელიც მაღალმთიანია, შედარებით ფლორენციული მხატვრების სტილოებში უფრო ხშირია მაგალითად ჩიყვის არსებობა, ვიდრე ვენეციური ვენეციის მხატვრულ ტილოებში, იმიტომ რომ იქ დაუშვათ მოსახლეობა ღებულობს ზღვიდან უფრო ზღვის პროდუქტებს, რომელიც შესანიშნავი ნაშრომები აქვს ევროპელებს ხელოვნებაში სამედიცინო თემების გარჩევის, კი ბატონო. სიმსუქნე და ასე ვთქვათ, გართულებები ამ თვალსაზრისით ასევე ასახულია მხატვრულ ტილოებზე და ეს რასაკვირველია ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ხელოვნებამცოდნეები ალბათ ჩვენზე ექიმებზე გაგვინაწყენდებიან, როდესაც ჩვენ ვცდილობთ, რომ რაღაც გარკვეულ მხატვრულ, ეს დაავადებები ხო უძველესი დროის დაავადებებია, და მათ გარეგნული ნიშნები ჰქონდათ. როგორც კაცობრიობის ისტორია, ისეთივე უძველესია დიაბეტი. შეიძლება არ იცოდნენ დაუშვათ, რატო იყო ეს რატო დაუშვათ ეს ჩივილი, მაგრამ ჩივილები ხო არსებობდა, ხო? ჯერ კიდევ ორი უამრავი საუკუნის წინ ჩინელებმა განსაკუთრებით მიაქციეს ყურადღება, რომ ფარისებრი ჯირკვლის მკურნალობა თურმე შეიძლება გამშრალი ზღვის კომბოსტოთი მაგალითად და სხვადასხვა წყალმცენარეები. ემპირიული იყო ეს ცოდნა, მაგრამ მერე კვლევებმა დაადასტურა, რომ სწორედ დიოდის ძალიან საინტერესო იგივე რაკიტის მაგალითად მხატვრულ ტილოებზე ასახვა ბავშვებში და ასე უამრავი ისტორია არსებობს ამის თაობაზე. ეს თემა ძალიან მართლა საინტერესოა და ალბათ ჩვენი მოსახლეობის ნაწილი. და აი ამასთან დაკავშირებით მინდოდა ზუსტად მეკითხა, რომ ხომ არ იგეგმება, რომ ჩვენც დავაინტერესოთ ჩვენი სტუდენტები, თუნდაც შეიძლება მათ სხვა ინტერესები ქონდათ მერე, როცა ამთავრებენ და ამისთვის ვერ მოიცალონ, მაგრამ აი მე რასაც გადავხედე ევროპის სამედიცინო უნივერსიტეტების გამოცდილებას, სტუდენტობის პერიოდში იცლიან და აინტერესებდა ეხალისებათ. და აკეთებინებენ ესეთ კვლევებს და ეხლა ძალიან ბევრი, ეხლა ანთროპოლოგიაც ჩართეს, ანთროპოგენეტიკაც ჩართეს, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა, რომ ხდება სწორედ ცნობილი ადამიანების ზოგჯერ ნამარხების გახსნა, გენეტიკური შესწავლა და დაკავშირება და დასაბუთება ამა თუ იმ დაავადების და ფიქრობ, რომ ეს პატარა ამბავი არ არის. მაგალითად იგივე გიგანტიზმის და აკრომეგალიის, ასე ვთქვათ, აი ძველი ჩონჩხების არქეოლოგიური შესწავლის შედეგად და შემდგომ უკვე თანამედროვე კვლევებით, ხო? კვლევის შედეგები იმას ძალიან სახალისო და საინტერესოა. ხო, ძალიან ის არის საინტერესოა, უბრალოდ იმდენად ერთვები ამ თემატიკაში და იმდენი საინტერესო რაღაცის რამდენად რეალურია ქალბატონო სიკო, როგორ ფიქრობთ? მე მაგალითად დიდი სურა 10 წელია უკვე ამაზე ვფიქრობ და რომ საქართველოში მოხდეს ამ მიმართულებით შესწავლა. სხვათა შორის აი სტუდენტები თავიდან ვერ გებულობენ ხა ამ საგაზმე დაახლოებით ხა რამოდენიმე ერთ-ერთ კი ბატონო, ამიტომ უნივერსიტეტში თავიდან ვერ გებულობენ, როდესაც ვიწყებთ ამ თემაზე საუბარს. რატო არის მედიცინა ესე გადაჯაჭული ხელოვნების თუნდაც ტილოებთან, მაგრამ შემდგომში ისეთ ინფორმაციას პოულობენ და ისე ღრმად უკვე ხდება ამ ინფორმაციის გარჩევა, თუნდაც იცით აი არა მარტო დაუშვათ მხატვრულ ტილოებზე, არამედ ფილმებში, რამდენი საინტერესო ფილმია. აი იგივე მაგალითად ფილმებში, ხომ დიაბეტის შეცდომებზე. იცით რამდენი შეცდომებია დიაბეტის თვალსაზრისით, რომ თუნდაც ჰიპოგლიკემია, დაბალი შაქრის სიმპტომები გაიგივებულია სულ სხვა პრობლემასთან და ასე შემდეგ და არასწორი მკურნალობის მეთოდია მაგ დროს შერჩეული, ხო, ესეთი მახსოვს აბსტრაქტიც კი გავუშვით ერთ-ერთ დიაბეტის კონგრესზე შეცდომები და სტიგმები დიაბეტოლოგიის, კინოფილმებში დიაბეტის შესახებ, ხო? ეს ძალიან საინტერესოა და რაც უფრო ჩაუღრმავდებით, ხო, მეტ უფრო ინფორმაციას მივიღებთ ამა თუ იმ დაავადების შესახებ. ეს მასალაა ტუბერკულოზზე და ონკოლოგიურ დაავადებებზე, რაც მე თვითონ მაქვს შესწავლილი და აი საოცრებაა, მაგრამ იცით რას ხვდები, რატო დაგისვით ეს კითხვა, რომ ერთი და
და ორი ადამიანი არ ყოფნის. ძალიან დიდი გუნდი ჭირდება ამას იმისი, რომ შესწავლა დაიწყოს ხელოვნებაში, თუნდაც ქართულ ხელოვნებაში თავი რო და ხა ევროპელები თავისას სწავლობენ, ამერიკელები თავისას იაპონელებს აქვს გადასარევად ეს შესწავლილი სხვათა შორის ჩიქთან მიმართება შესანიშნავი ნახატებია. მაგრამ აი თქვენ ძალიან გამიხარდა და გილოცავთ ამ პირველ აბსტრაქტს მე ასე ვიტყოდი საქართველოსდა, რომელიც წავიდა სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით და მე ვფიქრობ რახან მე იდეაში ვართ, იქნებ ჩვენ მოვახერხოთ სწორედ პულსის ფარგლებშიც გავაკეთოთ მედარდ პროექტზე პატარ-პატარა გადაცემები, ნელ-ნელა დავიწყოთ ამათ თუ იმ დაავადების ასახვა ხელოვნებაში როგორ გვხდება, მაგრამ ეს არის უფრო პოპულარული თემა და თუ ჩვენ სამეცნიერო კვლევით მუშაობაზე ვისაუბრებ, ვფიქრობ ცუდი არ იქნება თუ თქვენ გააგრძელებთ ამ მიმართულებით და მზათვარ ყველანაირად დიდი სიამოვნებით სტუდენტებს დავავალებთ და მე უკვე თუ დაინტერესდებიან დოქტორანტებს აირჩიონ მსგავსი თემები გაარჩიონ და დაადგინონ. მე სუმაწუხებს ის ფაქტი, რომ ვაჟებშაველა ცნობილია, რომ გარდაიცვალა ტუბერკულოზით. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ქონდა კრუპოზული პნევმონია. აი მაქვს ამის ახლა ამის დრო არ არის, მაგრამ ნუ გარკვეული საფუძველი რატო ვფიქრობ ასე, ხო? პლევროპნევმონია რასაც ქვია. და აი საინტერესო იქნებოდა რა თქმა უნდა ამის დადგენა, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ახლა იმის საშუალება, რომ გარკვეულწილად ამ ტიპის ამას ლოგიკით და მსჯელობით და ანალიტიკით, მაგრამ აი დავუშვათ შესწავლა ჩონჩხის და დავუშვათ გენეტიკური მასალის მიღება, რა თქმა უნდა სიადვილი არ არის მე მესმის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თუნდაც ანალიტიკური, იგივე ჩვენი ცნობილი პირები, რომლებიც ვიცით რომ ამა თუ იმ დაავადებით გარდაიცვალნენ და სინამდვილე შეიძლება იგივე დავუშვათ ავიღოთ ფიროსმანი, რომელზედაც დღემდე დაუდგენელია ისპანკა იყო წამყვანი მიზეზი, ეგრეთ წოდებულია ახლა რასაც ჩვენ გრიპებს ვეძახით ხან ღურის და ხან რის, მაგრამ ფაქტია რომ მაშინ ის ჩვეულებრივი გრიპი იყო, რომელიც ასევე მოსრსავლებდა მოსახლეობას როგორც კოვიდი, იმიტომ რომ ჯერ არ ჰქონდა იმუნიტეტი. თუ მას ჰქონდა დაუშვათ ტუბერკულოზი, იმიტომ რომ ნესტიან და ცუდ გარემოში და ცუდი კვების. ანუ ბევრი თემაა ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ, მაგრამ სიენის უნივერსიტეტმა შეისწავლა ესეთი დიდგვაროვანი იტალიელი ოჯახების, მედიჩების, ბავშვების, ჩონჩხის ძვლები და დაადგინა, რომ რაქიტი ჰქონდათ. ამის საშუალებით 11 და 7 ბავშვს ჰქონია რაქიტი. რატო? იმიტომ რომ იმ პერიოდში შავი ჭირი მძვინვარებს ფლორენციაში მშობლები არ უშვებენ ბავშვებს გარეთ. შესაბამისად ვიტამინი D-ს დეფიციტი ვითარდება, კარჩაკეტილები არიან და აი ესეთი დამახასიათებელი თავის ფორმა ჰქონდათ, ძვლების აგებულება და შესანიშნავია მეც ისევ სიამოვნე ამ ნაშრომების წაკითხვა. იმიტომ რომ აი ესეთი სწორედ პრობლემა იყო. ერთ-ერთი ესეთი სახუმარო ის იყო ოსტეოპოროზის კონგრესი, რატო გადაშენდნენ დინოზავრები. თურმე იმიტომ რომ გამყინვარების პერიოდი რო დაიწყო, არ იყო მზე, შესაბამისად დინოზავრებს განუვითარდათ რაქიტი თუ ოსტეოპოროზი და ისინი დაიღუპნენ ამ დაავადებისაგან. რასაკვირველია, ეს სახუმაროა, მაგრამ ბევრი თუმცა ქალბატონ რუსუდან აი ესეთი სახით მიწოდებული ინფორმაცია უფრო ადვილად გასაგებია. ამაზე მე ცალკე კვლევა მაქვს ტუბერკულოზის სფეროში ჩატარებით და აი ნამდვილად შემიძლია ვთქვა და რა თქმა უნდა ბევრი სხვა მკვლევარის ნაშრომი მაქვს წაკითხული და აღმოჩნდა რომ აი სწორედ ასეთი ფორმით მიწოდებული ინფორმაცია ადვილად გასაგებია, აღსაქმელია და უფრო დამაჯერებელი. იმახსოვრებენ ამას და შესაბამისად ითვალისწინებენ. ასე რომ ჩვენ ამ დადებითი ნოტით დავამთავროთ დღეს ჩვენი შეხვედრა. იმედი მაქვს რომ მე კიდევ კონკრეტული მიმართულებით, სწორედ დარგობრივი მიმართულებით გვექნება საშუალება შევხვდეთ ერთმანეთს, ასევე შევხვდეთ, როდესაც თქვენ პირველად აღნიშნავთ საქართველოში ჰორმონების დღეს და მე იმედია მოგვახსენებთ რა მოხდა, როგორ, რა საინტერესო იდეები დაიბადა და რა წამოწყებები, რა კვლევები დაიგეგმა, მე მაინც ეს თემა მაწუხებს, იმიტომ რომ სამეცნიერო კვლევით მიმართულებით საქართველოს ჭირდება გაძლიერება, ჭირდება ჩვენ მოსახლეობას ზრუნვა და სკრინინგი ენდოკრინული პათოლოგიების და ჰორმონალური ცვლილებების. მგონი ჰორმონების დღე ხელს შეუწყობს ცნობადობის ამაღლებას ამის შესახებ და უფრო მეტად წავლენ სკრინინგზეც, კვლევებზეც და გარკვეულწილად ალბათ
თვითონ ჩვენი კოლეგები უფრო მეტად დაინტერესდებიან რა შემთხვევაში უნდა გაუკეთონ დროული რეფერალი პაციენტს ენდოკრინოლოგთან, სამიზნე ჯგუფებს, არა მარტო მაშინ, როცა რაღაც სიმპტომები იქნება და ეჭვი გაჩნდება, არამედ პრევენციის მიზნით, სწორედ სკრინინგის მიზნით. ასე რომ ვფიქრობ, დღეს ძალიან ბევრი აქტუალური თემა მოვხაზეთ, რომელიც ერთის მხრივ სახელმწიფო პოლიტიკას და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ეხება, მეორეს მხრივ ჩვენს კოლეგებს და ჩვენს თვითგანვითარებას და პროფესიულ ზრდას, ერთმანეთთან რეფერალს და კომუნიკაციას, კონსილიუმების კულტურას და მესამეს მხრივ, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დიდი პასუხისგებლობა მოსახლეობისაც, რომ პირველ რიგში სწორედ მან უნდა მიაქციოს ყურადღება თავის გენეტიკას, თავის ანამნეზს, თავის სიმპტომებს და ცხოვრების ჯანსაღწევს და მიმართოს. და რაც შეეხება უწყვეტ სამედიცინო განათლებას, სტუდენტებთან მუშაობას, სამედიცინო კვლევით განათლებას, ვფიქრობ, აქაც კარგი იდეები დავდეთ და იმედია, რომ მომავალში, მათ შორის მედარდ პროექტის განვითარების და ვფიქრობ, მომავალში ჩვენ გვექნება იმის საშუალება, რომ ჩვენი მოსახლეობისათვის პრევენციული მედიცინის მასში ჩადებული ადამიანური თუ ფინანსური რესურსის მეტად გამოყენების ასე ვთქვათ პრაქტიკა ხელში დავიჭიროთ უკვე თვალნათლივ დავინახოთ და პრევენციული მედიცინის შედეგები უკვე თავისთავად მოვა და აღარ დააყოვნებს. ასე რომ დიდ მადლობას მოგახსენებთ. წარმატებას დიდი მადლობა. ნამდვილად. ჯანდაცვის სპეციალისტ ამიმართულებით. ნამდვილად და მადლობას მოგახსენებთ. ძალიან საინტერესო, ძალიან დინამიური და მე ვიტყოდი საკმაოდ სასარგებლო საუბრისათვის, ხოლო ჩვენს ძვირფას მაყურებელს ვემშვიდობები კეთილი სურვილებით და რა თქმა უნდა რჩევით უფრო მეტად ჩაუღრმავდნენ თავიანთ სიმპტომებს, თავიანთ ჯანმრთელობას და ეცადონ დროულად აღმოაჩინონ ის შესაძლო დარღვევები, რომელიც თავს მხოლოდ და მხოლოდ მოგვიანებით ავლენს ხოლმე. წარმატებებს გისურვებთ პრევენციული მედიცინის განვითარების სფეროში ჩვენთან ერთად. კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრას.